ხო, არა, შეიძლება შენ ხარ უკან ჩამორჩენ. შენს ჩემით. და ეს საათი ჩვეულებრივია. ხო და როგორ? მაშინ თქვენ საათებსაც უნდა ჩამორჩენ. ხო, და ჩემი. ხო გითხარი და. რა ხდება ხო? საათი გავაკეთე და მიხარია. დღეს ბრუნდება თუ ხვალ ზუსტად არ მახსოვს სინერი სამთვიანი დისკვალიფიკაციიდან გაუვიდა რომის ტურნირს იქ თუ მოიგო ყველაფერი გასაგები იქნება მაშინ ხო სინერს მოგუხსნა მოეხსნა ჯოკოვიჩი და მოეხსნა როდისი ვიცი რატო არა დაბერდა ეხლა მიდიხართ რა ეს ხალხო ხო აი ვინ დავჭით ეხლა მაგთავ ტურინიდან არის? ხო ტურინიდან ტურინში ცხოვრობს ის გარიბალდის ოთხში ვა სულ მისამართი ძახი ხოლმე როცა ტურინი ბიჭო პირველი გარიბალდი მაქსიმალურად შეიძლება ქუჩა იყოს რატო შეიძლება რატო ვინმე დერბიეროს 6 შეიძლება ან რაღაცა იმის ალპების 4 ალპების შიხი ჩელენტანო ცოცხალია ჯერ დელ პიერო პიერო ცოცხალია კაი ვინ არის ვიდრე რაღაცა ის ანიელის 16 მარჩელო მასტროიანი კი ბატონო მუსოლინის ჭიხი მუსოლინი არა მუსოლინი გამოვიდა მაშინ ისა რა ქვია რომაული არდადეგერის განზირი არა ის დავინჩის 14 მიქელანჯელოს შესაყვები ჯან ეს ის არის ყვითელი კაპუშონკა გაცვია ეხა ამაზე გადავიდით ხო არიცი რეკლამა გადავიღეთ და დასრულდა გახდა საჭირო და ეს ეცვა და მოვიდა ყვითელი კაპუშონკი და ეს გეცვა მეთქი და კიო ნახიო ეს მეცვა ჩემი მონიტორი არ აჩვენებს ხერხად სამაგერთ კუდი გიჭერს ჯანე სასაცილო ადამიანს კუდი კი იმიტომ რომ შეიძლება მოსაშორებლად მოუშვა და არაფერი შენი იცარი რა ქვია ახალი კუდია თუ მომიტანე და მე ვედაგიყენე არა ტემპერატურა რომ მოიმატა თავი გავხარ ხო და ტემპერატურასთან დაგეგმნა არებული ანიკა პირიმზეში რომ მაგას ტემპერატურები აწერი 26 გრადუსზე ესეა 3 გრადუსზე ეს ლაბაძის ჭიქა დაიტრია ჩაის ეს ჩაის ჩვეულებრივი ჩემი ეს არის ადამიანური ჩაის ჭიქა ხომაგარი გადამყვანე ვიყიდე მე იმარო დებილობა მიყიდა ყველაფერზე გადაყავდა და ყველაფერი გადაყავდა და წყალი გადაყავდა ვიტამინზე გაზი ინტერნეტი ძალიანია რა აი რაღაცას მოყვა ხო გაზეთს მოყვა უბრალოდ ჟურნალს მოყვა გადამყვანი და ესე იყიდა რა აქციით და ზუსტად 6 საათ ნახევარი იმუშავა და იყიდა რამდენიმედა დაგვირიკა ხო დაგვირიკა ეს გაქონდა რა დაგჭირდა ყველაზე დიდხანს რომ მას გასვლო 6 საათ მე იმაში დავტოვე სასტუმროს უჯრაში არც ამომიღე არც იმუშავა აშენ მარც იმუშავა მე იქო მივიდა კარგი და ლაბაძე ხო 6 იყიდა და ამისით ტენიდა ხო იმიტომ ჩემს რამდენიმე USB შესაძლებელი ქონდა ჩემი იყო პოვერბანკი იყო და ლაბაც სად არის ახლა ეხა შეხვედრაზე ბიზნეს შეხვედრა სერიოზული შეხვედრა დათოს გამოსული იყო მანამდე ხონდა კიდე ერთი და ნახევარი საათი დააგვიანა და მე ვიჯექი და ვუღიმოდი იმას ვისაც უნდა შეხვედრა და თვარ ვიცოდი რაზე უნდა მელაპარაკო ეხლა 15 წუთის დაწყებული უნდა გქონდეს ჩაწერა ხო შეხვედრაზეა და სტუმარი არის ნახევარი საათის მოსული შეხვედრა კიდე როგორ მიდის გადასარევად ცუცი კონტროლიზე კი გააკონტროლე ბიზნეს შეხვედრაზე თქვა სიტყვა ახვარი გამარჯობა მოგესალმებით კაცები YouTube-ზეა კაცები აქ არიან თუ YouTube-ზე არიან ვეღარ გავიგე რა შეიძლება ერთდროულად ქავთარაძეძეც იყო და YouTube-ზე ქავთარაძე და YouTube არიან მაგრამ აუტო ქავთარაძე YouTube დადის ბევრი ავტო როგორ ახარ გიორგი ამასთან აღარ მინდა ურთიერთობა ცოტა გამოუძინე რატო ხარ იმიტომ რომ არ ეძინა მეგობარი აქ წუს არ იყო სასიამოვნო მოსასმენი პირდაპირ და რომ რა დასკვნა გამოიტანე რომ მოусმინე დილით რომ მოგესმინა რა შეიცვლებოდა გამოგეძინა და მე მოგესმინა მაინც ხომ მოხვიდოდი და მოსმენილი ათასნაირად შეფუთავდნენ ერთი წამი უსმინე რა გადმოსცემდნენ ხო ეს ტექსტ მიყვება და ვიღაცა და კითხულობდა არა კაცო განხილვა იყო ერთი სენატორი გამოდიოდა მეორე აზრი არ არის ეს ამას გონია რომ ხაზის რადიო მიღების პროცესს უყურე ანუ აქტს კი არ უსმინე აქტის მიღების პროცესს ხო ხო ეგრე თქვი მე
აქვს უსმინე ხა რაღაცა დებილობა აქვს უსმინე რა. საშინელება დათო. შეიძლება აუდიო წიგნივით. ხო. რა ჩაწერა და გითხო შენ ხო გაათენე, ჩვენ არ გავათენეთ და მოკლედ რატომაც არ გავათენეთ, იმიტომ რომ შენი იმედი ქონა. მოდი ახლა მოკლედ გითხარი რა ხდება. რა შეფუთეს? გამოვიდა ხუთი სენატორი. აჰა. 4-მა ელაპარაკა ცუდი სიტყვები ჩვენ თავრობაზე. უსდელობები 18+ ეწერა სხდომას. არა. თუ სიტყვებში იგულისხმება უარყოფითი რაღაცები. ერთმა ილაპარაკა, უბრალოდ ჩვენ რა გვინდა მაგ საქმეში. ერთმა არც მწვადი დაწვა, არც შამპური. არა, იმან თქვა დაანებით ყველა თავის მამიდას მიხედა. თამადამ თუ თავმჯდომარემ რა თქვა, თავმჯდომარემ. ხო იყო ვიღაცა ხო იყო თამადა. თავმჯდომარე. თავი კაცი. თავი კაცმა რა თქვა? ბრავო. თავი კაც რა იყო მის მდივანი? არ გამოს. არ უსმენ, ძალიან გამოუძინებელია, ვერაფერი ვერ მოგვიყვა. აზრი ვერ გამოიწვა. ეთხოვაში გადაში გეცინებო. ხო. ვერც დაიცინა კარგად. სრული სურათი არა. ძირითადი ადგილები გამოტოვა. ხართო ისიც რომ ხუთნი შეიძლება 6-ნიც გამოვიდა. რა ენაზე მიმდინარეობდა? შენი აზრით ამერიკის კონგრესში რა ენაზე იქნება? ყოველ შემთხვევაში გერმანიაში დასწავლი ინგლისურით არავინ ელაპარაკებდა იქ და ამიტომ შეიძლება გაგიჭიროებოდა გაგება. მიყვებოდა სინქრონული თარგმანი. მიყვებოდა? რა ენაზე თარგმნიდნენ? ჩაკეციები. ხო შეიძლება გერმანულად. შეიძლება გერმანულად თარგმნი. არა, სახან ჩვენ და ჩვენ რა არხზე უყურებ? რომელ არხზე უყურებდი, იმიტომ რომ ექსინქრონული თარგმანი. როგორ? YouTube-ს. ვინ თარგმნიდა? სინქრონულ თარგმანზე შეიძლება ისეთი ვინმე იჯდა, რომ სპეციალურად გადათარგმნა ცუდი რაღაცები და სინამდვილეში არაფერი ცუდი არ ვქონთ იქ. თვითონ YouTube-ის თარგმანი იყო? ჯონ YouTube-ი თარგმნიდა თვითონ? მე ის ქრონომეტრაჟით წავიკითხე ამოწერილი. არა, აკეთუებ. რატომ მოიტყუებოდა იმ შუაღამეს? ის პროგრამა შეთვის იყო თორე იმისთვის კი იყო შუა ნაგანია შუა თარგმნელისთვის ხო იყო შუა. კარგი ბიჭი ხარ რო ესე მაინც არაფერი ვერ გავიგე. ოჯახ ან ფაქტურად გიორგიმ გაუთენა მეგობრობის აქტს. დღეს არის უძილო. ხო. მოდი ახლა ცოტა ჩუმად გიორგი მოდი წაიძინოს. არა, უძილო. სტუმარზე გაგაგვიცებთ. და სტუმართან უხერხულია. ხო, სტუმრის მეორე ნაწილს. იმის და მიუხედავად რომ გიორგის ეძინება, მაინც არ დავიცინეთ რომ დაალაიქოთ და გამოიძლიერი მხარე ხო იცი რა? გამოუძინებული, გამოუძინებელი ერთნაირად გამოვიყო. მე მეგონა რომ შენი ძლიერი მხარე იყო. ერთნაირად კარგად ხო. მე მეგონა რომ გიორგის ძლიერი მხარე იყო ცურვა. რამდენი წელია ცურავს და დღეს მითხრა რომ 1 კილომეტრი გავცურე, უკვე რეკორდი დავამყარე. მართლა. ხო. უიტეთ. რამდენი გაცურე? 1 კილომეტრი. ამ 1 წლის მანძილზე? არა, გუშინ კარგია. ცოტა რატოა? რამხელა აუზია. 25-იან თუ 50-იან? 3-იან. და კლუგებს ურტყა. ნაპირთან ახლოს რა. რო იხჭებოდეს რომ ჩაოდოს ვინმე ხელი. და მე ამოდის და პერიმეტრს რატო გაამაიმუნეთ ადამიანმა გაცურა 1 კილომეტრი შენ რამდენი გაგიწური მე 1 კილომეტრს ვერ გავცურო მაგრამ არც ვიკაჩები წურვისკენ მე კილომეტრი და 600 მაქვს გაცურული რეკორდი შენი მე როგორ გიჭერბ აი ესე რა ჩავედი გაწურვე კარგია რა თქმა უნდა ხმელეთის ცხოველისთვის კილომეტრს რო დაცრავ კარგი ამფიბიისთვის ცხოველი ნამეტანი არსება ხო სხვათა შორის მითხრეს მე როსტა ხმელეთის არსება მიშე ცხოველს ცხოველი უხეში ცოტა თბილად მეგობარი შენ რო წმიდა მომიდიხარ აი სიცოცხლე რო წმიდა მომიდა ხო იცი რაღაც იმას გავს ისა პროდიტერო დაიბადა კიდან არა პირველად რომ ამოვიდნენ ორგანიზმი პირველი ბაქტერია რო ამობობხდა არის და რა ვიცი სიარული შენ უკეთესად გეხება ვიდრე ცურვა ბევრს დადის საათში 1 კილომეტრს ვერ გაივლის როგორ ვერ გაივლის ბევრს დადის სუფეხით დადის არა სახიდან აქვს სუფეხით ბევრი შეიძლება იარო მთელი 1 წელი და მაინც კილომეტრი გაიარო ბევრი რა შუაში ბევრი რაღაცნაირად თქვა მე არ გაჩენ რა დროში რა მანძილს
რა გინდათ ახლა რა ზეუნაში ფეხით უფრო ჩქარად არის. საათში გადის 5 კილომეტრს ადამიანი. არსება. ვახსად გამოადგა ეს. ოდიში. საჭურთხა. სხვათა შორის მე რო $500 დავაწესე, ხო ეს თუ ნორმალურებში ჩამოიწერდა. ხო. ვიღაც ხალხი გამოჩნდა კომენტარებში ფულები ის დაიჭოსო? არა, მაგარი ფული გროვდება სხვათა შორის. მე რომ ნორმალურ ზონაზე ჩამოვიდე, სხვათა შორის მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ჩვენ აქ ვართ ყველა კატეგორიის ხალხი. ირაკლი არის საშუალოზე დაბალი, რა ქვია? საიდან მოვიდა? ანუ შენ ხარ ნორმალზე. ესეც ნორმალშია. არა, ეს გამختار. ნორმაზე ოდნავ დაბლა. ნორმაზე ოდნავ დაბალი. შენ ხო ნორმაზე ხარ და მე და ეს ვართ ნორმაზე მახლები. ხო სხვა შორის ისიც ოღონდ ეს არის აი წკიზე ასული. შენ აი ძალიან ცოტა გაკლია. overweight-ები ვართ მე და ჯარნება. მე სანამ სუკანი ვიყავი, მაშინ 4-ვე წონით კატეგორიაში. ხო და რატო გაგვიკეთე? არა ვარ სუკანი, მე და ჯანელა ვართ ერთ წონით კატეგორიაში. ჩამოხვედი ისე მეჭვი, მაგრამ რაღაცა შეჭამდი და ახვიდოდი. ჩამოვედი. ჩამოვედი, მაგრამ ის სასვარზე დავძუნწუხე. რაღაც საიტები უნებია? არა. ნებისმიერ მსუხეთ ჩამის დრო შემდეგ შეიძლება ავარდე ცოტა. შეიძლება იბუთქოსო. იბუთქოს. ანუ იბუთქოს თითით გადახვიდე რა. კინო ჩვენება. მადლობა რომ გიორგობა მომილოთ. ბიჭო. კინო ჩვენებიდან ვაპირებდი, კინო ჩვენება დილოცა. მოდი ახლა გიორგობა მოვუწო და მე ეს გადასვას წინ. ვითომ სტილობიანები ვარ. გიორგი, რატო გაათენე გიორგობას შეხვდი? არა, მეგობარ აქ წუყურებდი, ესე გადაებმევა არა. მაგრამ სამონტაჟოს უტოვებს ჩაფარას. გილოცავ გიორგობას. ბიჭო. რა თქმა ბიჭო, ესე ჯანმრთელი ყავი და დიდხანს იყავი. მე გმინდა. ისე მე გიორგო. და დანარჩენს ეხლა რამდენს გასწორავ და გაირებენ არ არის პრობლემა. გაწურავ რა, ცოდვა რა მე. არა, პირიქით. რა მაინტერესებს ისი აი მონათ მფლობელობა რომ დაბრუნდეს ადამიანს რო ყიდი და კილომეტრს რო ცურავს რაღაცა ფასტუმატებს დადის საკაიფო და კილომეტრს დაცურავს უმატებს. ობო, ვაჭრობა. მონებში ვერ ერკვევი რა. აბა რა მუშაობს მონებში? არა, მონაცურავს პირიქით ცუდი არის რა, რომ გადახდება გაცურავს გაიქცევა. არა, იქნები იყენებ იმის. პირიქით ბიჭო შეგიძლია ჯოხი გადაუყო გაცურავს და გამოგიტანს ან სანადირო ეგ ძაღლია, სანადირო ჯოხი გადაუგდე, ეგ ძაღლია. ეგ არის რეტრივერი და ლაბორატორი. ხო, მაგრამ ძაღლი მაინც ახლა შინაური ცხოველია და მონა არ გენანება ზამთარში. ძაღლი დაგენანე. მე ვარ ცუდი. ხო და ეს რა საყვარელია ბოთო რა მაგრამ. არა, მე რომ მონათპოველი ყოფილი, არ ვიქნებოდი კარგი ასატანი, ეხლა რა უყურე. არა, არც უმონებოდ ხარ კარგი ასატანი, მამი. უმონებოდ ძალიან საყვარელი. კი. ბევრად საყვარელი მონები. ანუ ფას არ ზრდის მონის, ხო? არ ვიცი. აბოას. მანქანაზე თუ გინდა გეტყვი. მანქანა რო ცურავდეს 1 კილომეტრს. ბევრად უფრო ძვირად გაყიდი. მონა არ ვიცი. ეხა ეს ჩიკონა წაართვა და შეასხა. წაზე მოიყვა. კი, ცოტა ხანში არის კი. ერთია. კიდე თუ გააგრძელა. მე ვარაუდობ, რომ ცურა ფას მოუმატებდა. კი, რამდენ ვერცხლს. კი არ ვიცი რა ღირდა მონები. გააჩნია მონას. რომელი გოდახარ შენ? იქაც ეგრე იყო ნეტა. ყველაფერს მნიშვნელობა. მოდი მე და შენ გადავიდეთ. კარგი, შევეშ. დველობას შენ შორს რო იხედები, შენც კაი ფასი გეკნებ. კი, აბა რა. ესეთი მონა თუ გინდა რომ იქეს და. კი, მაგრამ აი მსუქანი დაგიკლებდა. რა არის მსუქანი თავიდან ხარ. მონა რო გახდებ მე ამ სიმსუქნეობა და აღარ არის. გააჩნია მუთაკად თუ უნდა მონა. მუთაკად თუ უნდა მონა. სუქნაც თუ გამუშავებენ. სუქნაც როს გამუშავებენ. აი და დაგცინია მსუქანი მოდის. მაგისტრის ყავხა. აღარა ვარ მსუქანი. ოღონდ საკაიფოდ ცურავ. კინო ჩვენება. ბილეთები ყველა გაყიდულია, ხო? გაიგეთ. კი.
და 18-ში არის პრემიერა ჩვენი ფილმის, რომელიც ჯერ მზად არ არის და რა იქნება კაცმა არ იცის. ასე რომ ვინც ფილეტები იყრით, სულ ყველა შეიძინეთ ეს. რა არის, იცი, რა მაინტერესებს? 18-მდე ვთქვათ, მთლიანად ვერ მოვამზადეთ ფილმი, ხო? რა ნაწილი ვაჩვენოთ, რაც მზად არის, თუ რაც არ არის მზად. თუ მონტაჟის პროცესი. რაც მზად არის ვაჩვენოთ და არჩენი მოვუყვე. თუ მე მონტაჟის დასჯა ვაჩვენოთ. ფილმი თუ გაქვს, რაც მზად არის. რა გავწარა ეს ადამიანებს. რაც ფილმი მზად თუ გაქვს და კიდე არის მეორე ნაწილი, რაც მზად არის. ეს ფილმს მოუმატებს მას თუ დაუყენებს. მოუმატებს, რა თქმა უნდა. რატო? იმიტომ რომ რაც მზად არ არის, ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე რაც მზად არის. მე სამაგიეროდ ხარისხით არის დაბალი. ხო და რაც მზად არ არის, იქიდან იმის გაკეთება, რაც მზად არის, ყოველთვის შეიძლება და რაც მზად არის, იქიდან იმის გაკეთება. მოდი ესეთი მაგალითი გამიხილო. არის ავეჯი. ხო. და არის ხე. ხო. რომელი პროცესი არის? ხე ხო ავეჯია. ოღონდ მზად არ არის. გაჩნია რამდენი ხე? რაც ამევეჯის გასაკეთებლად არის საჭირო. მაშინ ავეჯი. ხო და აბა ფილმზე რატო არის სხვა ის? ფას წარმოქმნა. ფილმი არის იმის ხეზეც იგივეა, ხე უნდა მასლა გასხი. პირამიდის სხვა დონეა. აქ ირთვება სხვა გრძნობები. რა გზობთ? ესეც ინტერესი. აი, აბა რა მოჭრეს. ამათ მოსმენას არაფერი. მეც არ მაინტერესებს აი ამის მერე რამდენი ადამიანი დააბრუნებს. არსებობს არხი, სადაც აქედან ამოჭრილი რაღაცები დეს და 40,000 კაცს აქვს გამოწერილი. იცი? აი. და სხვა შორის გამოიწერეთ, იმიტომ ძალიან მაგარი არხია. აი, სახელიც თქვი, სახელით არის ის. არ მინდა. ყველა ვინც იცის და გამოწერილი აქვს იმათთვის. ყველა მიცის. ეს რა არხია ლაპარაკი. ი, აბა რა. ლაბაძე ფილმზე რა ელოდება? რა მაყურებელს? ხო, პრემიერას. ფილმის გარდა? ხო. ფილმი მივხვდით უკვე რაც ელოდება. ფილმის გარდა ჩვენ ვიქნებით იქ გავართოთ მაყურებელს სანამ ბოლომდე დაამონტაჟებს ხო სხვის მაგივრად იმიტომ რომ ბოლო მომენტ დარწმუნებული ბოლო მომენტში ენტერს დარტყავს და დაარსეივებს ხო და გაუ ჩვენ ვიქნებით იქ სხვის მაგივრად ნუ ლაპარაკობ ჩვენ შენ არ გიგულისხმებ ჩვენ მე და ჩემი მეგობრები მე და დათო ნიკორა ხორცპროდუქტებისგან გვექნება ჰოტდოგები და იცით ეს რა გემრიელობებია გვექნება კაიაკის ლუდი ამას ნოუყურებ მაყურებელს უყურე თვალებში და ამათ რა არის იცი ამათ თავინა და კი გვექნება მოუკრეფავში რა გადავიდე მე ხისო ეს ახალ გვექნება ყავა მოუკრეფავ სოკარის ვეიმარკისგან ყავა ეს ნახდათ რაც ვიცით რაც იქნება და დანარჩენები ემატება ნენა და მოდის უამრავი ხალხი მოაქ რაღაცეები ეს თბილები ჩურჩელი მანდარინი კატა მოიყვანა ყველაფერი იქნება პირველი ამ ახალი ამბავი ესეთია არ ვიცი ამდენად ახალია მაშინიანის ვიზიტია ამ კადრებში რომელიც ვანაძორში ჩავიდა ბიჭო რანაირი ქუდი დაიხურა ჩემს საპატიოცემო მართლა ვანაძორშია ჩა რა სამოწმე გზადაა ეს მე მგონი ხო რომ გადმოვიდა რა ფეხს ურტყავ არა ზოლს ურტყავდა მე მგონი გზა იყო ზოლი გააკეთეს არა რის ზოლი აი ნახე ზოლს ამოწმებს რა უბანია ეს ხო არის ეს არის ვანაძორის შესასვლელი ვანაძორის დიღომი იცი ვანაძორის უბნები არა მე ვიცი 4 უბანი ვანაძორის მიდი ვიცი არა ნუ რაც ყველა ვარიანტი იქნება სომხეთში ალბათ მაგ მექნება ერთი არის მასტოცის ერთი მასტოცი მე5-ია ანუ 5 იწევ რაც ყველგან არის ეგენი არა არა რატის უბანი რაც მარტომანდა აბა ბანგლადეში კონგო ჯუნგლები და წალკოტი ესეთ სახელები რატო იცი დამყოფია ჯერესერტიც ეგრე არ უნდა თქო თუ იცი და ნაღდათ იცი მაშინ უნდა თქო ბანგლადეში წალკოტ სომხური ეგრე შენ წალკოტი ქართულია და წალკოტ სომხურია ანუ წალკოტი ჩვენ არ გქონდა მაგიდან შემოვიდა ესე კამ შეიძლება მანდაც აიდანღა შემოვიდა წალკოტიდან
არა მგონი წვდა რაღაცნაირი წალკოტიდან მოდის ქარავანი არ მოგისმენია ეგ სიმღერა? ეხლა ვაკვირდები და წვეი რომ გაიპასა პაშინიანმა აღარ გავს ჩანელას. ხო, თქვენ თუ იცით ვანაძორს როგორ დაერქვა ვანაძო ისეთი პაუზა გააკეთეს ვითომ ვავერსია არ ვიცი არა, სახელი თუ გაძლევს რამეს. ხო და მაგაზე დავფიქრდი რომ აქ რამე სხვა მაძლევს. საინტერესო ამბავი ამიტომ არის გამოუძინებელი. ხო. საბჭოთა კავშირი რო დაიშალა მანამდე ერქვა კიროვაკანი რუსებმა დაარქვეს და გადავარქვათ 91-ში რა დავარქვათ და ჩაატარეს რეფერენდუმი. ვანაძორიო, კაიო და დაარქვეს ვანაძო. რეფერენდუმი შორის ეგრე იყო. რეფერენდუმი ჩაატარეს. როგორ არ იყო? აი გეტყვი ხარ მარტო ქალაქის მოსახლეობა იღებდა თუ მონაწილეობას თუ გარშემო სოფლების არა ქალაქი მარტო ქალაქის წალკოტი იღებდა მონაწილეობას და 4 შეწერა ბიულეტენში შეწერა 4 სავარაუდო ვერსია წალკოტ ვანაძორი გუგარქი ვანკი და აძორი. რა მნიშვნელობა? მეოთხე ისე მაშტოც კომითხარე იქნება. ხო მოიგო გუგარქ ეხლა ვიცით რატო დაერქვა ვანაძო და ამის მერე დაერქვა ვანაძო. და თავრობამ თქვა ეს გუგარქი რა შუაშია საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს თქვენთან და დაარქვეს რა არის გუგარქი? არ ვიცი მეორეზე გავიდა ვანაძო ვიღაცა ინტრიგანმა ჩაწერა თავის მოგონილი სიტყვა თუ რა ანუ ესეთი ის იყო რეფერენდუმი რომ მეორე ადგილზე რაც გავაიქს დავარქვა ესეთი გამო არა გუგარქი დიდი ხანია დაათრევენ ამ გუგარქს ხანს რაც ხანს ადიგებს ხანსად მაგრამ არ არკმევენ რა ყველგან იგებს და არსად არ არის დრალამაზი ისტორია იყო. კი ძალიან ხო და დღევანდელი საღამო გაალაპარაკე. კი. ბოლომდე რომ მოგეყოლა გუგარქი რა არის და რატო არ მოეწონა ვიცით მოდი რომ ვთხოვოთ რომ ეს თემა მოამზადო რომ მოამზადო რა იმიტომ რომ გუგარქი გვაინტერესებს ხო ხელოვნური ინტელექტი აბა კითხე გუგარქი რას ეხლა უნდა გითხო გეხვეწები არ კითხო ეხლა რატო არიცის. არა რა გაინტერესებს რატო გააპროტესტა მარტო შემდეგ თითქმის 22 წლიანი თითქმის 22 წლიანი არსებობის შემდეგ სოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა აპლიკაციამ Skype-მა 5 მაისს არსებობა შეწყვიტა. ესტონელების გაკეთებული აპლიკაცია იყო სხვათა შორის 8.5 მილიარდად იყიდა Microsoft-მა, ვინც გაყიდა ისინი ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ, ეჭვი მაქვს, არ ვიცი, მაგრამ ეს ეჭვი მაქვს და არ ვკითხოთ ხელოვნურ ინტელექტს, ესე მგონია მე. და Skype-მა ალბათ სპეციალურად იყიდა Microsoft-მა, რომ რაღაც პერიოდის მერე ეს იუზერები გადაანაწილა, მან ფასეული არის იუზერი. ხო, ხო. და Teams-ში და რაღაც ნაწილი ძირითადი მომხმარებლები Teams-მა ხო, მაგის ბაზაზე მაშინ Teams-ი შეიწონა. კი. ანუ მეორე ჩაბარდა ისტორიას მე პირველი ICQ-ს ჩაბარდა. მირკიც ჩაბარდა მან. ხო, მირკი ეგეთი მასშტაბური არისო. როგორ არის მე მირკის იქ არაფერი არ ვიცი. პატარა თორე არა, კაცო, მირკში მე ის ვიყავი. და ხაზის ტელეფონი ჯერ კიდე ცოცხალია. ხაზის ტელეფონი, რომელიც ამაძე რამდენი ხნით ბებერია. რა შუაშია ხაზის ტელეფონი და მირკი გამაგებინე. საკომუნიკაციო საშუალებებია ჩვეულებრივი. ადამიანს ეკონტაქტები დისტანციურად. მაშინ წერილი ცოცხალია. წერილი? კი, პოსტა. ყოჩა. ის უფრო ძველი მოიფიქრე. გავნებდი, მოვკაკვე. ბავშვი რო გაუშო რომ მიჯინბიძიას ის უცხარია. ყოჩა. აი ამან გაგასწრო. არა, ეგ შენ გაგასწრო. ლაპარაკი. ცოტა ის მალე მრწმენი ის რო გაუშვა. მოზრდილი რო მოლაპარაკე ის გამოგიგზავნა რაღაცა. ეგეც ხო. NASA-ს მეცნიერების განცხადებით, სოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგური ჩინეთში არის და სამი ხეობის კაშხალი ქვია, გავლენას ახდენს დედამიწის ბუნვის სიჩქარეზე. და დღეღამის ხანგრძლივობაზე. 0.06 მიკროწამით გაიწელა დღეღამე. ხო. ანუ დედამიწა რო ესებრნოს ეს აქეთ ისხმება და ძალიან დიდი რაოდენობის წყალს და ბალანსი ირღვევა და ნენა გაჩერდება და დაიწყებს უკან. თან აღმოსავლეთიდან რო ამოდის მზე ამოვა დასავლეთიდან. არა, ამან თუ ძალიან იტინა, მაგ შემთხვევას ამბობ, ხო? ხო, ნუ ბევრი მილიარდი წლის მერე მე ვერ მოვესწრება თქვენ ხო იქნებ.
ეხა პატრონი რო ყავდეს დედამიწას. უნდა აშენო იქით რო უბერავს ნააბაროთ ხო. ზუსტად ეგეთივე სიტყვა. ნააბაროთ გაშა. დააბალანსო. მაგრამ შეიძლება ოდნავ პატარა თუ მოუვიდათ ის იყოს 0.05-ით. და ბალანსირებაზე რო რაღაცებს ამატებს. მაგარია. დაუწი მაგას და ოპა. ჯერ დაატრიალებ. ის დაწერს მე 0.5 მიამატებს. ეს რაღაც უცნაური ის როა პლასკა გუცი. მარტო მაგისტრის რო. მე მიამაგრებ და ეგ არის, გასწორე. მაგარია. მაგარია იმაშვება. ყანთრავს. ეხა ყანთრავს დედამიწა შენენაზე. არ ყანთრავს, მაგრამ არც კარგი დღეა დგას. კოტაობს? კინდილებს? შემდეგი ახალი ამბავი არის დონალდ ტრამპის განცხადებით აშშ-ს გარეთ წარმოებული ყველა ფილმი 100%-იანი ტარიფით დაიბეგრება. ესეთი კანონი შემოაქვს, იმიტომ რომ ყველამ დაიწყო ფილმების გადაღება ქვეყნის გარეთ, იმიტომ რომ იაფია. და ბაზარი კიდე მოხმარების ზუსტად იგივე რაც სხვა სფეროებში რაც ხდება. სხვა სფეროებში ოღონდ ახლა ეს უფრო რაღაც მატერიალური არ არის და უცნაურად ჟღერს. ო, ეგ უნდა მეკითხა. ჩვენ რო ამერიკაში გავუშვათ, ჩვენ ჩვი გადავიღეთ. ჩვენი აშშ-შია წარმოებული. აზი არა ხართ ხალხო, რატომ მოვიდეთ? სად გათვალე? ეხლა უნდა შევარდეთ ამერიკის ბაზარზე. ყველა ფილმი გაძვირდება და ჩვენ შევალთ იაპად. ო, ზუსტად არავინ არ გადაიხდეს. ყველა კინოთეატრში ჩვენი ფილმი იტრიალებს. მიდი, კოდაკის თეატრში და ელეიში პრემიერა. თავისუფალი ჟღერადობა. ბოდიში რა, ვინც აქ შეიძინეთ, აღარ იქნება კოდაკის თეატრში რომ მოვიდეთ. ბიჭო და შემდეგ ოსკარზე მარტო ჩვენ ვიქნებით წარგენი და დიდი შანსი გვაქვს რომ მოვიგოთ. ყველა კოსტიუმები. კი, ყველაზე დაცინვა იქნება კოსტუმები რომ მოვიდეთ. უცხოენოვანი შეიძლება ჩვენ მოვიგოთ და პირველი ის იქნება. შემთხვევა როცა უცხოენოვანმა და კოსტუმები ერთად მოვიგეთ. კოსტიუმები კი, მართლა კაი საროჭმის. კომპოზიტორი ყავს? კი, კომპოზიტორი კი. ვი? ჰანსიმერ. თაკთაკიში. ქართველებს მეკითხები. არა, უცხო ჰანსიმერ. შენ ქართველებს ეხო. ვაღიცე. პალიაშვილი. არა ყავს? ყავდა ბევრი. არა. ჩვენ ფილმს. ფილმზე. მე მეგონა ქვეყანაზე კითხულობ. ფილმს კი, ჰანსიმერ. ფილმს არ ყავს კომპოზიტორი. აბა მუსიკას რას ადე? ფილმს ყავს ისა. ჰაკერი. რომელიც რაღაც მელოდიებს გადმოხაჭავს და დაატებს. არა. ჰაკერი არ არის, ყველაფერი წესებით დაცვით არის, უფასო იაფასიანი მუსიკა ედება ჩვენთან. უფასოსაც ხო ყავს კომპოზიტორი, არ ვიცით, უცნობი. არა, ნახე უფასო თუ არ გაქვს პასუხის გევთხოვებ თქვა. იმიტომ რომ მეხსიერება დაიტვირთვამი. თუ გავარდა და ძალიან პოპულარული გახდა, ჩავხედავთ მე რევიზია. ჩვენ ფილმს ედება იაფასიანი მუსიკა. მაგარი რეკლამა. იაფასიანი უფასო მუსიკა. არა, სამაგიეროდ კოსტუმებზე გვაქვს პრეტენზია. კოსტუმები არ DJ მაქშინ აფიდი. აი ცეთა. შემდეგი ახალი ამბავი არის გამოგვიგზავნა მარი ციკლაურმა. იაპონელმა მაშველებმა 27 წლის ჩინელი სტუდენტი ამავდროულად თასვლელი, ანუ სტუდენტობასთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ იხსნეს. 3776 მეტრიანი მწვერვალის დალაშქრის დროს ცუდად გახდა და ჩამოიყვანეს და რო ჩამოვიდა და აზზე მოვიდა, გაახსენა რომ იქ დარჩა ტელეფონი და რაღაცები, ავიდა და ისევ ცუდად გახდა და ისევ ჩამოიყვანეს. ამჯერად უკვე ტელეფონით. მე არა, მე ორჯერ კი ჩამოიყვანეს გადმოაგრეს. ხო ხედავ ცხენს ხო იცი. და ესიც ახლა იქ ამიყვანეთ, კარგად გავხდებია და შენ იყავი სათევზაოდ რო იყავით და იმაში რომ ჩავარდით და გავიჭედეთ. რაში? რაღაცა ტალახში და მაშველები რო გამოვიძახეთ და მოგვათრიეს და მეორე კვირასაც ზუსტად იმ ადგილას გავიჭედეთ. ისევ მაშველები რო გამოვიძახეთ. და რა გითხრეს? კარგი სიტყვები არა ხო? ყველა სხვები იყო, მე ვიყავი იგივე.
შენ წაიყვანე მეორე ნაკადი. ესე ამათ გადახედა და მე შენ ხო იცოდი? შენ ხო იცოდი რომ აკეთა მე რა მოხვითო? და პირიქით უნდა გეთქვა შენ, მე კი უთხარი, მაგრამ ამან დედას უტირებ. ო და ზუსტად ეგრე. და ამომათრი. 27 წლის სტუდენტი არ არის საეჭვო? არა, შეიძლება ჩარჩა. ვერ ხედავ შტერი, ტელეფონი დარჩა იმედი. 3000 რატო გიკვირს? შემდეგი არის ფოტო ინტერნეტიდან. ტელევიზორის პულტის ადვილად საპოვნი ხერხი. მაგარია. და მიმაგრებული აქვს ტელეფონი. ბიჭო. და რეკავ ხო? ხო, და როცა დებილი ტელეფონი მიაწება. მაგარია ცა. ეს უნდა გავაკეთო დღეს. ამაზე ბევრად მარტივ გზასაც გასწავლი თუ გინდა, მაგრამ. აბა. არის სპეციალური ისინი ან ტაშზე ან დასტვენაზე ვასუხო ტელეფონი. რაღაცა რო არ გაწერე, ამ სააბონენტო რო არ იხადო. იმაზე რო არის. ეგეც საჭკვიანურია, მე სხვა გზით წავედი. ბევრი პულტი მაქვს. ტელეფონში რო გიწერია პულტი. ბევრი პულტი გაქვს? ხო. რამდენი გაქვს? ორი მაქვს და მყოფნის ახლა. არა, ბევრია და რაღაცა რატო კარგავ თუ? კარგავ ორი პულტი და თან იმაზე ტელეფონზეც მაქვს პულტი. ხო. კარგავ თუ ადგომა გეზარება? ადგომა გეზარება ძირითადად. ერთი ტელევიზორზე ორი პულტი გაქვს? ხო. არა, მე ის ერთი მაქვს, მაგრამ თუ სადღაც ჩორცდებს, ნიკო, ნუ მოაქვს. შენ თვითონ პულტს აქვს პულტი მეორე. მოსიარულე პატარა პულტი, რომელიც მოზღუნებს. კარგი რა. არა, ძალიან საყვარლად მოზღუნ. კი. ხო, მაშინ შენ ესეც არ გჭირდება რა. ამის ნომერი რო დაგავიწყდეს. მაგარია რომ ერთ დღეს პულტი რო გიგირე. სადა ხარ? შენ რო გეკითხება სადა ხარ? სადღაც რო ხარ გამძვრალი. ოხ, სად მიპოვა პულტი? მე მაქვს ტელევიზორის პულტი, იმისი დევაისის პულტი. საკაბელოსი, ხო? კონდიციონერის პულტი. მეორე ტელევიზორის პულტი. მეორე ტელევიზორის პულტი. მეტი არა. და ის კიდე რა. მოდი ვისუბრალო მეტი პულტი. მოდი გეტყვი, ჩამოგიტყვი, 4-ზე ხო ავედი. მიდი. ეს დრო გავდივარ შლაგბაუმის პულტი. ეს ხო პულტია. პულტია? კი, აბა რა. დისტანციურად გადის ორი პულტს და არა პულტს შორის. მაშინ მანქანის პულტიც პულტია, ხო? ხო, თავისთავად. მაგას მე ჩავითვლი. ხო. მაგითი წინ ვერ წახვედი. არა. რა დებილობა შეჯიბრეს. რა? აცადე. სოფლიო ჩემპიონატი რო ჩატარო, ის უფრო მეტი პულტია. ხო, შეიძლება. კი, საქართველოსთან ახლა ვინ წავა, მაგაზე ეგ წყდება. ჩემ წონით კატეგორიაში მეწავა. არა, პულტებზე არ არის წონით კატეგორია. როგორ არა, აბსოლუტური წონით კატეგორია. ბიჭო, ისა მაქვს კიდე. რა? მუსიკალური ცენტრის პულტი. მე არა მაქვს. ო, სამაგიეროდ პულტი არა გაქვს თუ მუსიკალური ცენტრი. შესაბამისად არ ცენტრი არა. ხო, შეიძლება რომ რა მაინტერესებს, იცი? რა მაინტერესებს ახლა გავართულ ახალ წელს გვაჩუქეს ყველას Bluetooth-ის დინამიკი. ხო. ტელეფონი ითვლება მაგის პულტად? არა. დიჯიპასი? არა. და ისა სავარჯიშოთ რომ მიდიხარ და ის დაკრული რომ აქ ტელეფონზე რომ შევიდე პულტი არ არის? არა. ეგ არის ტოკენი. კაი, შენ რამდენი გაქვს? მიდი. ერთი ტელევიზორის მუსიკალური იმით დასწრა. მეორე ტელევიზორის პულტი? ხო. ერთი საკაბელოს პულტი. არა, მეორე საკაბელოს პულტი. ტელევიზორის ორი პულტი რატო არ ჩათვალე ორად? მას ეთვლის. ხო და ეს ორი მართლა ერთი ტელევიზორის კი არ არის. მიდის ერთმანეთზე. ერთი საკაბელოს პულტი, მეორე საკაბელოს პულტი. ორი საკაბელო გაქვს? ხო. ბიჭო, აი მეორე საკაბელო. სხვადასხვა. და ნახე TV box-ის პულტი. აი. საჭაგიო. რა გინდა ამდენი რაღაცა? არა და ხო მანქანა დაიბადა მოიყოლა. ეს ყველაფერი. არა, ერთი წამ. ეს ყველაფერი თუ გაქვს? კონდიციონერი. ეს ყველაფერი თუ გაქვს, აბზორებს რაღაცა უყურებ. ანუ პულტი თუ უყურებ, კატარტე კატმორტე. არა, ესა მანქანა გასასვლელი შლაგბაუმი. რამე არა გაქვს ბეჭანის პულტი? არა, ეს მაქვს ჯერჯერობით. ბიჭო, ვენტილატორის პულტი მქონდა. ვენტილატორი. კარგი? არა, კაკი. თვითონ ვენტილატორი გაფუჭდა.
პულტი ხო დაგჭა პულტა. არა, ერთად გადავარდე. ვიდეოს პულტი მქონდა ესე გუში რო შეგჭიბრებოდი ვიდეოს პულტსაც ჩავა. გუში რა მოუვიდა ვიდეო? გადავაგდე. გუში? ხო. რატო გადავაგდე? დაბუჭდა. ვიდეო? ვიდეოს კასეტებიც აღარ იშოვებოდა. დიდი ხანი გუშინ გვედგა. გლამდე შენ ვიდეოს უყურებდი? არა, გვედგა რა. გადადებული იყო, რამდენიმე კასეტა მაქვს. მაცივრის პულტი არა გაქვს? არა. რა კასეტები გაქვს? ჩემი ქორწილი. ესეთი კასეტები მაქვს რაღაცა რა. კინო არაფერი ისეთი, კობრა და რაღაცები არა. მე მაქვს კასეტები შენახული, სავარაუდოდ რაღაც ფილმებიც იქნება, მაგრამ არ ხო და მაგის გულისთვის გვეგდო ის ისა რა, როდესმე უყურებ და არასოდეს არ უყურებ. შემდეგი ახალი ამბავი არის ჩინეთში ტესტირების დროს რობოტი ინჟინრებს თავს დაესხა. რობოტის გასაჩერებლად გამორთვა დასჭირდათ, მაგრამ არ დასხმია, უბრალოდ გაგიჟდა. მე ვნახე და ის არის ხელებს იქნებდა ანერვიულებული რობოტი. აი რობოტი კიდია იმაზე, ნახე. სახჩობელაზე. აი ნახე ამუშავა და გაგიჟდა. ვაიმე დედა. ატრაკებს. ხო, ესა დათვრა. კი, ნასვამი. კი. ბიჭო, იმინა ატრაკებს. ხმარო ჩაურთო, ეხა შეიძლება იგინება კიდევ. ჰა? გამიშვით თქვენ. გეუნები რა ძალიან ცოტა ხანი დაგჭა იქამდე რა. ტერმინატორამდე. ხო, ნახე. ოშე, ობიობდემი. ვისა ბიჭო? ნახე, თავი. სადმიტი ხარ თუ? ის ნახე ის. შესათვალე. ამას რა უნდა ეკნა? ეს ღოვერთი შევდე იმით უნდა აეწია. არა ბიჭო, მაგრა გაჭედა. რაღაც ბიჭო, უკან ნახე ის დევს, რა ქვია? ინსტრუმენტი. კი, ისა, ხო. დასაკრავი ინსტრუმენტი. რა ქვია? hand რაღაცა ქვია მაგას. რაღაცნაირი ხმა, ხო. რანაირი ისა, ნახე. დრამი თუ რაღაც. თავში ტვინი კი არა აქვს, ნახრეტი აქვს. არა, ხო ტვინი გადაუტანეს მაგას. ხო და იმიტომ არა გაგიჟებული როა. ფერდში აქვს. ეს იყო დღეისათვის ახალი ამბები, გადავდივართ შემდეგ ნაწილზე. ტრადიციულად ეს არის სტუმრის ნაწილი და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ქართულის მასწავლებელი ნინო კელოვანი. გამარჯობა. გამარჯობა ნინო მას. გამარჯობა. გაპაგარი იყო მას რო ეძახი მას. ეხაც ეგრე ეძახიან. ხო. მე ხო აღარ ვეძახი. რატო არ ეძახი? აღარ მყავს მასწავლებელი. ხოთა შორის პირველი წელია არ მეძახი წელს. მართლა? ნინოს მეძახი. ახალი თაობის ამბავია თუ ნინოს თუ ქალბატონი. არა, ნინო, ნი. რამე ახალი წესებია სკოლაში თუ არა. თაობა მოვიდა ესეთი. აი ესე უბრალოდ გადაწყვეტეს და ნი მეძახი. და თქვენ როგორ ეძახით? თქვენ წესებს? ძალიან ისე. აბაძით არ ეძახით. გვარებით არის. სახელი მეგობრულად უფრო ისეთი შინაურული. გარემო გვაქვს. ქართულში რამე შეიცვალა თუ ისევ ისეთი აუტანელი გრამატიკა. ისე ბავშვი ფსიქიკაზე უყავ. ხო, პირდაპირ მოქმედებს. და ისინი ხო არ გაუქმებულა, იცინე და იმაზე. წლის ბოლოს მე გავიცინე. ხო, ეგენი შეიცვალა მართლა. თავი რატო არ დაგჭა? სახში თავი რო კონდეს. ან ბავშვების მხრიდან თუ შეიცვალა რა, ჩამივარდა მეტროში ჩამივარდა. თუ ეხა უკვე არა ეხა იმები ჯადიან მარშრუტკებით და ბებია მომიკუდა. ხო, შეცვლილია ფანა. ხო, სტუმრები კი არა, რაღაცები არის, მაგრამ დედამშარვალი გამიდეცხა. ნილი ეგრეა. ვიდეო იმიდან ერთჯერ გაშრობასაც ბევრი დრო უნდა და ეხლა არის მანქანაში ვიდეოში ანუ აღარ ჭრის რაღაც. ჩანთა დამჭა ბიცოლა ჩემთან. ჩანთა დამჭა ნიუტი დამჭა. ვერ ვისწავლე. ეს არ შეცვლილა. არა. ბიცოლა ეს უცვლელია დამოკიდებულებები შეიცვალა. წლის ბოლოს არ ვიცინით. არა. არა. იცინეთ, ერთად ვიცინით. თავიდანვე. ბეგრის არის რა ქვია, მასალაში ბევრი რამეა შეცვლილი. თქვენ როცა სწავლობდით და ეხლა რაც ბევრი, ძალიან ბევრი. ხო. ხადაგიგო კიდე ისწავლება. არის ხადაგიგო. მოვიკითხოთ. ხო, უფრო შემეცნებით დატვირთვა აქ ამ ყველა მოთხრობას და ყველა ნაწარმოებს რაღაცა ისე.
ადრე ჩვენ დროს რო იყო. აი გრამატიკა ესე არ არის. ახლა მე უფრო გადავდივარ ხოლმე მე ესეთი აკადემიური მასწავლებლური მე. გრამატიკა შესახორცებულია ლიტერატურასთან, არ არის ესე ცალკე აღებული, როგორც ჩვენ არისავლება, ანუ ცალკე საათია. გრამატიკის წიგნი არ არის? აი დაწყებით საფეხურზე მით უმეტეს მე-7 მე-8 კლასამდე ესე არ არის ცალკე. ჩვენ რო გქონდა ესე ცალკე აღებული მე-4 მე-5 მე არა. გრამატიკას რომ ჩვენ როდის ვიწყებდი? მე-5-ში იყო ცალკე აღებული. ადრე იწყებოდა. მე-5-დან იყო მე გაიყო ხო ენა და ლიტერატურა სადღაც მე-4 მე-5-ში. ახლა ერთად არის ცალკე ეწერა ქართული ენა, ქართული არა, ლიტერატურა. ცალკე წიგნი იყო, ცალკე რეული მქონდა. ახლა ერთად არის საგანი ცხადია ცალკეა, მაგრამ რაღაცნაირად ესე ერთად ისწავლება ლიტერატურა და გრამატიკა მაგალითებით, ანუ არ არის ესე განყენებული საქმე ლიტერატურა. მე ბავშვობაში რომ მეგონა ლიტერატურა და გრამატიკა ხო არის, რომ პროფესიები არის ლიტერატურა და გრამატიკა. არის. არის. გრამატიკა. სულსაწერ არის. ჩვენ დროს იყო. იყო, მაგაში გაკლებდნენ ერთი კაცო. ერთს გააჩნია როგორ წერდა. თორე ანუ მე რაც დამაკლეს რა. მე ცუდად წერდი ძა. ეთქობა უყარდი მასწავლებლებს. წერდი რა, ცუდად წერ. და მე როცა სუფთა წერა მქონდა, კალმები და მქონდა და მეგვანი რა. ბატი დაგყავდა? და ცხელით მიდიოდი. ნაბადი. მამიდასთან რჩებოდა ის ბიცოლასთან. მორჩით მაიმუნობა. ხურჯინი კაცო. იქით არ დადიოდი? ზუბილი და ესე რომ მაიმუნობს კლასი თქვენ უნდა ერთი წუთით რაღაცა ხათრი გქონდეთ მასწავლებელი. ეხლა უნდა გადაგვს. რომელ კლასს ასწავლე? ახლა მე-4 კლასს ასწავლე ისა. ეხლა რას გადიან აი ამ მომენტში? დავალება რა აქვს დღეს? ახლა ამ ეტაპზე აქვთ თარგმანებს ვსწავლობთ, ანუ რა არის თარგმანი და როგორ ითარგმნება და ლიტერატურულ ღირებულებას როგორ იზენს თარგმანი. ვაიმე დედა. როგორი გრძელი. ხადა გიგოდან სად გადასულა. ხო, ანუ რა? ჩვენ მერე კი არა, საერთოდ არ გვისწავლეს. უნივერსიტეტში აი გარის განსხვავება თანამედროვე. ჩვენ თვითონ რაღაცნაირად ChatGPT-ს ვკითხეთ. ხო, რომ მერიაში დაგიბარებენ ტრეინინგზე. რა მაგალითზე ისწავლება თარგმანი? აი ბუნებრივი ბავშვების მაგალითზე ვისწავლეთ ახლა. როგორი ბავშვების? ბულერბი. ასტროდინგინე გალიცი შე. ვერ გავიგო. ფულებიანი ბავშვი. ბულებიანი. აი ეს ოფენრის მოთხრობით არის. ბულებიანი. მე-4 ასტრიდ ლინდგრენის და ანუ ფოთოლს რომ მიამაგრებს მეზობელი მოთხრობით ისწავლებოდა. ხო, იმას რო ჯერა რომ უნდა მოკვდეს და ბოლო ფოტოზე ჩამოვარდება რომ მოკვდება, ხო? ხო. მაგით იყო თარგმანი? ნათარგმნი პირველი იგი იყო სკოლაში. ეს უბრალოდ ციკლზე იყო და უფრო დაამახსოვრდა ამას. ხო, მართალი. ციკლზე იყო ყველაფერი მე რაც მავს. მარილის აკვანში ის ბავშვი რო დებოდა აზურის ზღვაში რო. ხო, რა არის ხა რა მაიმუნობა. ციკლზე იყო ყველაფერი. ისაც საბუნია მამას ელოდა მარტარებული თუნდაც ჩამოსულიყო და არ ჩამოვიდა. სუბედურება ხდება. ხიარულად. ხო. ხიარულად. ხაშა შემოვიდა ისა პოზიტიური. დიდი დოზით. რა ყველაზე ძალიან რა უჭირთ ბავშვებს? მაინც აი ხო არის რაღაცა რო არის რომ აი ყველას რო ეზარება რა აი ეს. ბიჭო მე რა მიჭირდა იცით აი თურმეობითი. სერიები დამწკრივები. ეგ მე მგონი ყველას უჭირ. აკაკიშანიძესაც უჭირდა მე. არა გაკაჩადა ხარ. მე მგონი მაინც გრამატიკაა ხოლმე ბოლომდე. გრამატიკა არის. ანუ ბოლომდე მაინც თან ახლა ესე ცალკე იმად რო არ არის აღებული, მიყვება ესე. თუმცა მე აი ესე არ ვიცი რა რომელი რაღაც ამაღლა. ხო, აი სწორი ფორმები. ხო, იმიტომ რომ ხომ სცენარისტი რო ვარ. ის უჭირდა კიდე ხაც უჭირს შემხელა ხალხს. მეთქი თქოდაო რომელიც საგმა გამა. პირველები ხო. და დუდათო და ის რომელია სწორი ბენზინი თუ ბელზინი არის. თებზი. აი ჯაფარას ამალი სიღრმე თუ სირღმე. არსებობს სწორი ფორმა. არსებობს. მე მგონია რომ არსებობს კარგი სიტყვა, ოღონდ სხვა რამეს უნდა აღნიშნავდეს რა. არსებობს კი არა, აი რაღაცას იმიტომ კარგი სიტყვა. ცოტა ხანი არსებობს. ცოტა ხანი რაც არსებობს, ის არის არსებობს. ხო და
ენა აი დათოს აქ ეგეთი მიდგომა რომ ენა არის ცოცხალი და კი, ეგრე. და რაღაც სიტყვები აუცილებელია რომ რაღაცა სიტყვა მე გამდიდრო თორემ თვითმფრინავი ვერ გექნება როგორ გექნება თვითმფრინავი სო აი არის 60 წლის შემდგომ შენ ძალიან ბევრი სიტყვაა შენ პირიქით იქიდან მოგავს შენ ხო მართლა პირიქით სიტყვები მე ვამდიდრებ მაგითი ატრიალებს და მოდარობებს ესე აკეთებს არა უნდა დახვეწოს მაშინ რა ანუ თუ იტყვის რომ გამოშვინდილდი ანუ გამოშვინდილება თვითონ იგივეც კი არ უნდა იგივე ფორმა კი არ უნდა მოიტანოს რაღაცა უნდა დახვეწო არა გამოშვინდილება პროცესიც არ დახვეცილა არტო სიტყვა ზუსტად ისე წამოყვა რა მაგაში შეცდება როგორც ბაბუა ჩემი შვინდილდება და იცე მამა ჩემი და მეც ისე შვინდილ და ყანთრა აი რომ დაყანთრა ყანთრაც ახლა რა შეიძლება ყანთრა არსებობს დაყანთრა დანაერი ქართულის მასწავლებელი დაყანთრა თუ არის ეს ხო დაი დაყანთრა კოტაობს დაკოტავს აი ეს ვიცი კოტაობს არის გამარტივებული საბავშვო დაყანთრალი კლასი მაღალი ლიტერატურული სიტყვა შექსპირს აქვს კი დიდ რომანებში უბრალოდ ატარა ლექსი კოტაობს დაწერ მაგრამ პოემაში უკვე დაყანთრა სერიოზული პოეზია ნოველაში შეიძლება კოტაობდე მაგრამ დიდ მიმაში რა ვეფხისტყაოსანში უკვე დაყანთრა კი ავთანდილმა დაყანთრა ხო და ტყადაგიგოში კოტაობს ხო იჯდა და კოტაობდა ისეთი მასშტაბების არის ქართულის მასწავლებლებს უყვარდათ ხოლმე ღონისძიებების და ძირითადად სისულელეები მე რაშიც მე მიღია მონაწილე აი მაგალითად ხანის ვიყავი დათვის ფორმა მეცვა და ალბათ დათვი ვიყავ ქართულის იყო ეგა კი ქართულის მასწავლებელი იყო ხოლმე ორგანიზატორი იმიტომ რომ ტექსტებთან ურთიერთობა ყველაზე უფრო სორი ფულთან მათემატიკის მასწავლებელი იმიტომ რომ დაწვა ან ვიღაცის იუბილე თუ იყო იმის არა წერლის ცნობილის ლიტერატურული საღამო თუ ხო რაღაც საღამო და ერთ კუპლეტს ყველა მოსწავლეს დააზეპირებდა ხო ეს არის იჭერებს 2 საათს ვინც კარგად საზეპიროები არის კიდე არა მე ფაქტობრივად ზეპირად ანუ ჩვენ ხო ჩვენ იმაში ზეპირად ჩავაბარეთ მთელი მოხაზულ წიგნი რომ მოვიდოდა ვიღაცას ხო ქონდა მანამდე იქ უკვე მოხაზული იყო რომელი იყო საზეპირო ყველა ძველი ქართული ვეფხისტყაოს ხო იმაზე რამდენი რქები ქონდა იქ ვიღაცებს მეხატული მეური ხო ესე და ულუაშები და რაღაც სიტყვები კიდე თქვენ არ დგამთ ღონისძიებები ვის ღონისძიება იყო ვის შემოქმედების აი ახლა ვართ ძველი თბილისის და ფილმების პერსონაჟების გაცოცხლება აი ვარდო სარე აი ახლა ეს მე-4 კლასის დამამთავრებელი ღონისძიება ასეთი ბავშვებს დანახია აქვთ არა ვანახე ანუ ეს არის რაღაც ინტეგრირებული მარტო ქართულის მასწავლებელი არ მუშაობს მუსიკის ის ხო ისეთი ფილმებია მე-4 კლასელი ბავშვი თავისი ნებით არა საერთოდ არ უყურებენ ქართულ ფილმებს ანუ ვარდო ვერისუბნის მელოდიები და მუსიკის მასწავლებელი ქართულის მასწავლებელი ხო ანუ ყველა ერთად ჩართულია და გამოდის ვარდო აი ფიროსმანიც არის თქვათ გარეული სპექტაკლის ერთ-ერთ ეპიზოდში და შესაბამისად ხატვის მასწავლებელიც ამ თემასა და ეს ხო ერთი პერსონაჟი ლოთია კოპოლიკი და ერთი კურდი ისა მამა მასე რამდენი პერსონაჟი არის სკოლაში ვისწავლე გაგულია ხო და ეს მაგას ეუბნება ცუდია არ დადია ხო სხვა შეიძლება ეგ პერსონაჟი არ ყავს და ეგ მაგ პერიოდის ეგეთ ფილმებში თან ეგ არის გადამღერება ოლივერ ტვისტის მე როგორც ვიცი რა ანუ ამდენი არ ვიცი მე ვიძახი იმას მუსიკი რა და ხო და იკოლვერტიშიც ეგრე არის რა კურდები და ოტები და ჯიბგირები ძირითადად წავიკითხულობთ ნაწარმოებს და მერე ვდგამთ ანუ თქვა აი ირმა მალაციძის სატკბილეთის ქვეყანა წავიკითხეთ პერსონაჟები შევისწავლეთ მერე ჩვენებურად გადავაკეთეთ მოვარგეთ ჩვენს რაოდენობას რაღაც როლებზე არა აქვს პრეტენზიები როგორ არა კი არა უნდათ ნუ ყველას პრინცესა და პრინცი უნდა რამე არ არის ეგეთი ნაწარმოები ბევრი პრინცესა ვაი მწერალი კაზე დაწერე ბევრი პრინცესიანი და პრინციანი კასტინგი
ყველაფერი ყველას გავუხრებთ. ეს კარგი, მაგრამ ბავშვებს კუთხეში აყენებთ, როგორც სჯით. არის რამე დასჭა? თანამედროვე ისა. იქით გჭიანა მგონია. არა. ბანკებს ახევთ? არა. სახაზავი ხელში? არა. აბა რა ისკო. აბა რითი ცაცის როლა. რითი გიჭირა? არა, რაღაცა წინასწარი შეთანხმებები გვაქვს, აი ამას თუ ვისავთ, ასე იქნება. ეს შეთანხმებები საითამ მხრიდან ირღვევა ხო? ხო, აი თქვათ ამას თუ იზამთ ყველაზე საშინელებაზე, აი ამას. რაღაცას გამოვტოვებთ, სადღაც არ წავალთ, სადღაც წავალთ და ის გადაიდება რას და გეგმილი გვაქვს. ანუ პოზიტიურის არ გაკეთება დასჯა. დადებითი განმტკიცებლები გვაქვს უფრო. ხო, ფიზიკური ზიანი არა. უფრო ისე კარგი რაღაც არ მოხდება. იცი ისა კარგი იყო, მოდი ხა მოყევდა კუთხეში არ დაგახენ. თორე ის ყველა რეჯინა დამდგარიყავი ხო? მაგრამ ეფექტური. და რითი აშინებთ ბავშვებს, აი თქვა არის სწავლი და გამოხვალ რა, აი რაღაც ითქვა. ხო, რაღაც არა. ეს იმდენი არა, სხვათვის ეს იმდენად არ მომწონდა მე ესეთი ის რომ არასდროს რაღაცა ყოველთვის ყველა პროფესია პატივსაცემია და უნდა იცოდეს რომ აი მე ზოვე მაგალითად ხშირად ჩვენ ამოხვალ არასდროს არ განვიხილავ ამ კონტექსტში არც ერთ პროფესიაში ძალიან არასწორია და დვორნიკი იქნები ახალ პროფში ჩვენთან იყო რაღაც ინტერნეტით აშინებთ ბავშვებს არც იციან რა არის ინტერნეტი ისა აუ რა მაინტერესებს ზამთარში ესე პალტო მოხურული დადიხართ არა ეხა გაგბობა ისე ცხელა პირიქით ისე ცხელა სამასწავლებლო გააქვთ როგორ არ ეკნება გვაქვს ბავშვებს ეშინიათ სამასწავლებლოსი თუ არა არა ჩვენ დროს ის იყო რა იქ შეუღწევადი არ ვიცი ჩვენ დროს ბიჭო მასწავლებლის ტუალეტის წინ გავლა მეშინოდა არ ვიცი სხვა სკოლებში რა ხო არაფერია რა მაგრამ ჩვენთან დავდივართ ერთად ბანაკებში ერთად სკოლაში მომინდა ახლა ანუ არა საერთოდ სხვანაირი სიტუაცია დირექტორი არ არის საშიში კაი მასწავლებელი ადამიანის მეგობარია დავიჭერე თქვა მასწავლებელი და მოსწავლე ერთად ზოვი ბალა დავიჭერე სასწავლო ნაწილი მტაცებელი არ არის არა მანდატურები ხო არის არ ყავს არა ყავს მანდატურები არ ყავს თუ სასწავლო ნაწილი სასწავლო ნაწილიც ესე ხო მენეჯერი იციან ანუ მენეჯერი გახდა სასწავლო ნაწილი ანუ საჯაროში ესე წავედი ანუ ჩემი სასწავლო ნაწილი ვინც იყო ეხა მენეჯერია მასწავლებელმა პროტესტი არ გამოთქვი სასწავლო ქართული სიტყვები ერქვა ადამიანს და მენეჯერი არა ყოფილი ვარ გაფთუქლება პროტესტის გამოთქმის პროტესტის არ მაქვს პროტესტი ამასთან სხვა კლასში ბავშვებს ცარცზე უშვებთ აი გადი მასთან ლამარასთანაც არც მარკერზე იმიტომ რომ მარკერია ხო ცარცი აღარ არის მარკერი და ის მარკერითან ესე როცა წერ შიგნით ხო სითხეა და ცუდად იმაშება ხოლმე და ოდნავ თუ ახალი არ არის საშუალოზე უცებ თვითონ დგები ან ესე დახრილოთ უნდა დაწერო ისიც აღარ იქნება კლასგარეში ლიტერატურის აფხული ეგ იქნება პირიქით მე მგონი რომ პირიქით ყველა ჰარი პოტერს დაიგითხავს არა სხვათა მან ასარჩევად არის თუ რაღაც იასაძლევთ არა ასარჩევად არის იმიტომ ძალიან განსხვავებული კითხველია და გემოვნებაც ხო ასარჩევად ნებისმიერი რამე მე პირადად ესეთი დამოკიდებული მაქვს თავად არჩიეთ თავად რაც მოგწონთ თქვათ მიხვდით რომ ვერ კითხულობ ერთი და იგივე სვარ მასე ზამე ამდენი ხან გადადის ხვაზე და წაიკითხე რომელიც გაინტერესებს თავარია იკითხო ჩვენ გვაქვს ესე პროექტი კლასგარეში ანუ სასწავლო პერიოდში ძალიან ძნელია რომ თან მეცადინეობა, თან კითხვა, თან კლასგარეში. ვინმე ბავშვი მოსულა რომ ჩახრუხაძე წავიდა. არა. ან მეოთხე კლასელი ბავშვი კაფკა წავიდა. არა. მართლა ჰარი პოტერი და დაახლოებით ესე, მაგრამ სხვათა შორის, ამ 2 წლის მანძილზე ისა ანეკდოტები წავიკითხეთ. ეს ისინი კომიქსები უყვართ და თავიდან იწყება კომიქსებით, მაგრამ არა უშავს, თავარია წაიკითხო. ვინმე ბავშვი ყავთ ყოველ წელს რომ მოდის და ერთი და იგივე წიგნს რო იცახის. ზარ. არა. ბავშვი რომელიც როგორც კიდე ერთხელ წავიკითხე. არა. გადავიკითხე. ეხა უხრიდან მოხდა. დამოვიცნა და გავიხსენე. აღმიდგინე. ესეთი შემთხვევა არ მქონია, მაგრამ მქონია, აი რადგან მაქვს ნათქვამი, რომ თუ ინტერესი, თქვათ, არ გამოიწვია ამ წიგნმა, შეგიძლიათ შეცვალოთ. ну დაახლოებით 1 თვე ცვლის ეს შეცვლაში. ბევრი რაღაც აქ დაწყებული. არც ერთი არ მომეწონა. ყველაფერი აქ დაწყებული. არ მომეწონა.
ჩემი შენიც იყო მაგეთა. პირველი გვინდობა გახსოვს? ბედობა კი არ დამებედო საწიგნეს კითხვა. დღეს არ წავიკითხავ რა ძალიან მართლა. დღეს ბედობა არ დამებედო. იმას აწერინებ ბავშვებს როგორ გავატარე ზაფხულის სარდადეგები. ეგ იყო კლასიკა რა. რაღაცა უფრო ზაფხულის შთაბეჭდილებები რა მოხდა რა გინდოდა მომხდარიყო. ახლა გადავიდეთ დელიკატურ საკითხებს. დაბადების დღე როცა ტორტს ჩუქნიან ხო? მასწავლებლებს? ფონდის პული. არა. სუნამოები. ფრთამები. ანუ ქრთამს გადაიჩვიეთ? მე გიტყვით ახლა რას ვაკეთებ? პადარკა. დაყვარგო. ამ კულტურული ღონისძიების იმის რა. არაფრით არ შეიძლება. გადაშენება ხო? მე მაგალითად ხუთიანის ატესტატი გამოვიტანე და ბევრ საგანში ეს სწორედ საჩუქრია. საჩუქრის ხარჯზე მოხდა. ხუთიანის ატესტატი. არჭრის. მაშინ როგორ იყო, იცი, რო აბარებდი. ოქროს მედალზე დაამთავრე. არა, ხუთიანის ატესტატი იყო 2 თუ 3 საგანში გამომყვა 4-იანი. მაგრამ ეს საშუალებას გაძლევდა, რომ ორი გამოცდით ჩარიცხულიყო. თუ მოაგროვებდი იმ ორ გამოცდაში 9 ქულას. 3-ის მაგივრად? 4-ის. 4-ის მოონო. და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ქართული ჩაბარება არ მომიწევდა, რაც აუცილებლად ჩამჭრიდა. კი, ჯერა. შენი ტერმინოლოგია. პირველივე გამოშვინდილებაზე. იმიტომ რომ მაშინ თავისუფალ ქართულ ენას არ ქონდა გაკანება. ჩვენ გადაცემას თუ უყურებთ ხოლმე. დიახ. რამე შენიშვნები ხო არა, გრამატიკული დათოსთან. ხო, მე სულ მეკამათებიან და მეჩუებიან აი ამ რაღაც სიტყვებზე. რა შეძახში ენად წარმოება. ხო, ენად წარმოქმნა. ეს ახლა ქართულის მასწავლებელი რო ხართ იმიტომ რომ რაც გვან სამედიცინო სფეროდან რომ მოდის ნოზოიდალური ბიოლოგი რო გამოდის გაჩნია ვინ არის ხო თქვენ შემდეგ ბიოლოგს დავიმარებთ თან დიდი პატარას დათოსთან არანაირი შენიშვნა არ გაქვს ხო თქვენი პრესტიჟის საკითხი ანუ სერიოზულად გააჩნია გარემოს საერთოდ სად უშვებს შეცდომას საჯო 120,000 ანუ როდესაც აყურებლის წინაშე ქართულის გაკვეთილს ხო არ ატარებს ან რაღაცას ხო ეს არის რაღაცა მხიარული როგორ შეიძლება თქვენ კლასში რომ შევიდეთ გააჩნია გაკვეთილებზე მია რა მაინტერესებს ახლა ეს ყველაფერი მოსპეთ რაც კარგი იყო რაც კარგი იყო გადავაში ბუფეტშიც ეგეთივე სავალალო სიტუაცია კორჟიკი არ იყიდება ბუფეტი გააქვთ ანუ ეხლა მე ვერ ვიქნები კარგი მაგალითი საჯარო სკოლაში იმიტომ რომ კერძო სკოლაში და ჩვენთან ყვებაა და ასე რომ სამი გაკვეთილის მერე ბავშვები მიდიან საიდილი აქვს ჩვეულებრივ და კორჟიკების დრო აღარ შეიძლება საუზმე ანუ რომ მოდიან ჯერ საუზმე და მერე გაკვეთილი მამასთან შემოვა. დიდ მომწანდი. და ისა ვახშამი რატო არა გავა? ვახშამის სახლში. მოდი ყვებაზე რომ გავაგრძელოთ თემა და ხავერდონად გადავიდეთ სპონსორზე. თუ შეიძლება რომ საჩუქარი გვინდა რომ გადმოგცეთ თქვენი სპონსორისგან. ქართული სიტყვებით ახსენეთ. საკვები. იყო რა ხორც პროდუქტები და აქ არის ძალიან კარგი რაღაცეები, რომელსაც სახში კრაკოვულია, მას თუ ვამოწმებ. ვადა 60 დოლარი. ვადა და გრამაჟი. რამე მარცხი არ გავა. კონტროლივით ვარ. ეს ძალიან გემრიელი. მადონა კოიძეა. ეს რა? სანეფის საკურიდან. ეს არის, რა ქვია. სალამი დაჭრილი. დაგიჭრილი სპეციალურად. ამას პურზე დადება და ხრანჭი, მეტი არაფერი არ არის. სხვადასხვა ასევე დაჭრილი არის. ამ გადაცემის შემდეგ ბავშვებმა თუ მოითხოვეს. თან წავიდა. ეს არის ჩაბაღაჭი. თუ დაჭრილია ყველა. ეს დაჭრილებიდან. ასევე სერვილატი. ეს არის დაჭრილები. დანარჩენი არის მთელი შეფუცებით და უკვე საკუთარი კბილებით და დანაჩანგლით.
ისა, კარზინა სვადა. ყველაფერი წესრიგი. ეს თქვენია გადავიდეთ. წასვლისას ისევ გადავამოწმეთ. ჯერ თუ ვთქვათ, რომ selfies აქვს ახალი პაკეტები. ერთი არის Messenger-ში უფასოა. ვაუ. Facebook Messenger-ი, WhatsApp-ი, Instagram-ი და Facebook-ი და WhatsApp. მეორე პაკეტი არის აპლიკაციებს იყენებ უფასო. მოიცა ესე იგი ინტერნეტი რომ აქვს WhatsApp-ზე რამდენიც არ უნდა მივწერო ჩემ ნაცნობებს. ანუ ამ იმას რომ პილულობ connect 3 გიგაბაიტი მოყვება ინტერნეტი, ოღონ ეს ინტერნეტი Facebook-ზე, Instagram-ზე, Messenger-ზე და WhatsApp-ზე არ გეხარჯება. ხო, ჩვენ გადაცემას ვინც უყურებთ. შეგიძლიათ ამის play პაკეტით კი არა. play პაკეტი. უყუროთ და მეგაბაიტები არ დაგეხარჯეთ. ახლა კი შეგვიძლია გადავიღოთ selfie მასწავლებელთან, როგორ სურათს იღებს. ესე უნდა დაჭიროს. ესე უნდა დავიღოთ. გავიკეთო საცოლე. ხო, იგი მასწავლებელი საკვალი უნდა იყოს. ჯოხი ურტყიფო. არა, მაშინ როგორ გადავიღოთ, იცი? მასწავლებელი იქ დადგეს და ჩვენ აი აქ დავიჯდეთ 4-ვე ესე. ეგ შენი ბავშვობა იყო და ვერ მიხვდება ჩვენ ვერა. ესე ვიჯექით. არა, ეს ეგ ძალიან ადრე იყო. ძალიან ადრე იყო. მეც მომიწია. ეს უნდა იყოს მას. მეც ის მომიწია. მოგიწია, ეს ასაწევი მერხი, რომ დაგიძახებდნენ ეს რო აწევდი. კი, მომიწია მე. სოფელში ჩვენ კაბინეტში. ჩვენ ესე ვიჯექით ვაჟთა სასწავლებელს. კეთილშობილ ვარშთა სასწავლებლად. სკოლაში ხვდა ხო შენ? ესე, მაშინ ესე ხელი აიწიეთ მე ყველა. ვიცი. მას. ჯანი გააკეთე მას. თუ გინდა შენ ესეთი მას გააკეთე. და თქვენ ამრზით შეხედეთ გიორგს. მთელი წელი არაფერი გავუკეთებ. გვაქვს. მადლობა. უღრესი მადლობა. ეს მოგაკეთებდა. მე ხო იყო რომ მე დგებოდი და ამას როწევდი ამიანად. ხო, რატო არ შეიძლებოდა რომ ეს აკეთე? აი ესე უნდა და მე მიდიოდი წინ მას. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა. მოვიკითხავთ თქვენ მოსწავლეებს. მეც მოვიკითხავ. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობით ერთი კვირით ნახვამდის. ჩვენ კი შევხვდებით თქვენ სასწავლო კლასში.